იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ხო, აი, როგორც გითხარი, ხო, ბოლოში let it snow, let it snow, let it snow. ანუ სამჯერ უნდა ბოლოში, სამჯერ მეორდება. ხო, არ არის ეს პრობლემა. ანუ ვიმეორეთ ბოლოში სამჯერ. კარგი, ეხლა უნდა წავიდე. ჩემი მეგობარი მოვიდა რაღაც საქმეზე და თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე, არ მოგერიდოს. კაი, მოდი. გოგო, გავა თუ გინდა, ისე სულა ესაუბრები ვიდეო. არა, ფრენკ სინატრა იყო, რომ ტექსტი დამავიწყდაო ჩემი სიმღერისო და რაღაცას ივენთი მაქვს საიქიოშიო და ჩავაწერინე და გავახსენე უფრო სწორად ეს დამთავრება ამ სიმღერის თვითონ. ხო, მითხარი, ვინ იყო? ფრენკ სინატრა. და შენ ესაუბრები საიქიოში, ფრენკ? აი, გაგიკვირდა, ჩემ თავს გაფიცებ? ანუ რა? მთელი ცხოვრება ფრენკ სინატრას მე ვუკეთებდი არანჟირებებს. რატო გაგიკვირდა, ვერ მივხვდი. ხო, არა, მამენტ მართალი ხარ. ხო, საიქიოდან დამირეკა, სადღაც ნახშირღელედან ხო არა, შენც კიდე რა. არა, მართალია ხარ, თქვენ სხვა ურთიერთობა გქონდათ, ხო? ყოველთვის ასე. კარგი, მომიყევი ახლა ახალ წელს როგორ შეხვდი რა. ვაიმე, ცოტა ისე ვარ რაღაცა დაღლილიცი. რამ დაგღალა? აი ხა მოგიყვე. ესე იგი ძალიან ორიგინალური იყო ჩემი შეხვედრა ახალ წელთან. აიცი რატო? ჯერ წავედი ახალ ზელანდიაში. ხო. იმიტომ რომ პირველი ხო მანდ დგება ახალი წელი. იქ შევხვდი. მერე გადმოვედი აქეთ იაპონიაში, შემდეგ ავსტრალიაში, მერე იყო იქეთ პეკინი, დუბაი, მერე უკვე აქ შევხვდი და გუშინ შევხვდი ლოს-ანჯელესში. ხო, მაგრამ რამ დაგღალა? ვაიმე, რა რამ დამღალა? ეს დედამიწა ხო ნელა ბრუნავს. ხო და აი დედამიწი ზოზინმა აი არ ვიცი რა. სიკა გამაძრა რაიტყვიან. ძალიან ცუდი. შენ როგორ შეხვდი? ვაიმე, რა ვიცი, გოგო, გავისროლეთ რაღაც ეს ხლაპუშკები, მაპუშკები ხო ხდები, ნუ საკავოდ როგორი იცი, აი სამოქალაქო ბრუნვიდან რომ ამოღებულია ისეთი ხო ხდები. ხო, ჩვენც გავისროლეთ ჩრდილოეთ კორეაში დამზადებული რეაქტიული მაშხალები. ულამაზესი იყო. ხო, ნუ ახლა ჩვენც გავისროლეთ, ოღონდ როგორ რაღაც გავისროლეთ, იცი, არ ვიცი, სოკოს ფორმა ქონდა და სასწაულად გაიფანტა. ნუ აი არ ვიცი. აი მე რა სილამაზე იქნებოდა. ძალიან. და სად შეხვდი ახალ წელს? გოგო, მე თვითონ მარსზე ვიყავი. აი რა. მერე რატო რომ აი ზევიდან დამენახე ეს ფეიერვერკები დედამიწაზე. მართლა, მერე რა ქენი? არ ჩანდა. კაცო. ვერ დავინახე რა. ხო, მაგრამ ნუ ძალიან კარგი იყო. სამაგიეროდ ისე კარგად გავერთეთ, ისე დავლიეთ, იმდენი დავლიეთ, რომ აი ჩემ კასკადიორს დღემდე თავი უსკდება რა. პახმელია ხო მაღაზია მაქვს გადაფორმებული და გაუსკდა თავი, მაგრამ ნუ რა ვქნა, ჩემო კარგო, გიხდი ხო? აუ მე კიდე ცოტა ნერვები მაქვს მოშლილი, იცი რაღაცნაირად. რატო და ის ბილ გეიტსი მომადგა მეკვლეთ, ქალო? აი რათ მინდოდა ბილ გეიტსი მეკვლეთ. რატო გაუღე კარი მე? რატო არ გააგდე? გოგო, კომპიუტერი მქონდა გაფუჭებული. ხო და მოვიდა რომ შეეკეთებინა. თან 28-ში დავურეკე და აი მაინდა-მაინც პირველში მომადგა და კარს ხო არ დაუხურავდი ახლა. ანუ ხაჯი ხო არ ხარ? ისე მეც ძალიან ნერვებზე ვარ მოშლილი რა. შენ რაღა დაგემართო და. მე ჩემშუს ვუთხარი რომ დედიკო წელს სანტა კლაუსი არ გვინდა მეთქი და ნუ ბავშვი ვერ შევაგნებინე. და რატო არ გვინდაო, რატო? რა გოგო, უთხარ? მომისმი ძალიან დაბერდა რა და აღარ შემიძლია ეს მოხუცი, ხვდები? ანუ აღარ მინდა რა და ახალ წელს აღარ არის ამ მოხუცის ადგილი, ხო ხვდები? აუ სანტაზე რა გამახსენდა, კიდე კაი რო ახსენე, დაიმახსოვრე ეგ სიტყვა. მოვალე ხლავე რა. მოიცა კაცო. ეს თივა რა თქინდა?
გოგო სანტას ირმები მყავს იქეთ და მშივრები რო არ მოვკვდნენ, ამიტომ ვაჭმევ ხოლმე 17 ოთახში მყავს იქეთ. ირმები? ირმები ხო, იცი რა სჭამენ? კაი რა. კაი გააგრძელე, რას მიყვებოდი? თუ მე ვყვებოდი. შენ ყვებოდი და მოყევი გააგრძელე. ანუ ნერვები ამეცნა, მეც მოშლილი მაქვს თქო მაგას ვიძახდი. ესე იგი ჩემმა შვილმა ნუ ილუზიონისტი მინდა დედიკო რა. ახალ წელსო? ხო, ისი მაშო რა ტიპი. მაინდა საყვარელი. ავდექი და ლედი გაგა მოუყვანე. ხო და ეს გაგა გამოშტერდა რომ ანუ არ ვალო ილუზიონისტი მომღერალი ვარო ნუ მე რა ვიცი ეს აბრაკადაბრაკა რო ქონდა ეს რაღაცა სიმღერა ხო ილუზიონისტი მეგონა და მომღერალი ყოფილი ნუ გავაგდეთ მე კაცო სახე ხო აუ ეხა მოვიდა ჩემი სიყვარული აი ხა უნდა გაგაცნო პირადი ასტროლოგია აი რა გიждები ჩემო სიცოცხლე როგორ გახსოვს? აი მე როგორ მიყვარხარ? ხო ხარ. შენ როგორ ხარ? მოდი დაჯექ. შენ ძალიან ცუდი ენერგეტიკა გაქვს. რატომ? ძალიან არ მომწონს. გავიწმინდოთ. აი ესე ხედავს ყველაფერს. მართლა ხო არასდროს აი ეგრევე ნახე პირველი შემოგხედავ ეგრევე იგრძნო და მიხარ. ყავას ხო დალევ. აუ კი, ყავას დავლევ. ანუ ეს რა? ხელი არ მოკიდას ბეჭედს. სექსუალური ენერგეტიკით მოხს დატვირთული იქნება ამახიო ყველა. უი რა კაი არ მინდა. აი ეს არის სასწაული კიმ კარდაშიანმა მირჩია. აი გადის იმასთან? კიმმა გითხრა? ხო. კიმმა მითხრა რომ აი პროსტაო ისა ქექე მოიყვანეო. თუ გინდა რომ ცხოვრება ნახო და აი რა. აი მეზიზღება. კაი ეხა შემოგიწამ ყავას მე შენ. მიდი. ამ რაღაც მინდა რომ გითხოთ. ხო. მე ვარ ჰოროსკოპით, ანუ მერწყული. მაინტერესებს, აი 2026 წელი როგორი იქნება ჩემთვის. მერწყული, ესე იგი მერწყული 20 იანვარი 18 თებერვალი ადამიანებს მოიცავს, ესე იგი იცი რა არის შემოძვირფასო? კარგი წელი იქნება, მაგრამ თუ კონკრეტულად გაინტერესებს, როგორი წელი გექნება? ხო, აი ეგ მაინტერესებს, აი კონკრეტულად. მაშინ შემოძვირფასო უნდა გადაიხადო 100,000. 100,000. ხო, 100,000. რა ამბავია 100,000 ხა თქვენ კი ამბავია კი არა. ანუ არა გვაქვს ფული. არა, უბრალოდ ქეში არ მაქვს და არა, თუ გინდა გასესხებ. მე ჩემოყარხო და ბარათი მაგრამ ქეშით არ მოცრაობ და ხა ბარას ხო გამიტარებს ქექე. ნუ ცხენია რა გჭირს. გასესხებ თუ გინდა. არა, არ მცხენია, უბრალოდ არ დავდივარ ქეში. აი, გამომართვე. ვაიმე, როგორი დაღლილი ვარ ნეტაიცოთ. კაი, სად იყავი მოყევი? მაიკლ ჯექსონისგან მოვდივა. ეგ ცოცხალია? აი შენ საყევია მასებს და მასების აზრებს ზოგადად ცოცხალია კი არა გოგო ანუ კონძულზე ცხოვრობს კაცი. აი რა. ხო, მე იმას ვქენი, მაშინ გაქრობა რომ უნდა და მე გავაქრე, მაგრამ ისე გავაქრე რომ აი იმენა ვეღარ ბრუნდება. აი. ვეღარ ვაბრუნებ, თან ყველანაირად ვცდილობ დავაბრუნებ. თვითონაც უნდა? ხო. ზედმეტი მოგივიდა. ზედმეტი მომივიდა, მე არა, თვითონ მქონდა ეს ამბიციები და მე მთელი სული და გული როჩავდა, ისე გავაქრე რომ ან კუნძულის არ არსებობს დედამიწაზე. თვითონ ეს კუნძული სად არის, ეგ მეც არ ვიცი. მე ჩვენთან აი მე რა სასწაული არ არის ხარასას. არა, ჩვენ არ გვინდა კაცო გაქრობა. გამომაცალა ძალა მაიკლ. ხო. არა, ჩვენ არ გაგვაქრობს ეხა კაცო ნახლობელია. ქონება არ გამიქროს ეხა. მეც მილიარდები. ისა ქექე რა მე ცხოვრებაში რაც არ მიჭირს ფულია და მოდი დავიწყოთ ჩემს ზოდიაქოზე საუბარი. ჩემი და ჩემი ქმრის. ანუ მე ვარ სასწორი, ის კი იცი. სასწორი. და ჩემი მეუღლეა ვერძი. აჰა. რამდენად ბეწყობით ერთმანეთს? ესე იგი, შენ და შენი მეუღლე ვერანაირად ვერ ეწყობით ერთმანეთს? ვერა. ვერა. აი მე, აბა რა უნდა? გინდა შეეწყო? კი. მაშინ უნდა გადაიხადო ჩემოძვირფასო, რომ შეგაწყო. ანუ რო გადავიხდი, მე შემაწყო. ეგრევე შეგაწყობთ, უკვე ჩემოძვირფასო რაშია საქმე, თუ გინდა რომ შეეწყო ვიზუალით 10,000, თუ გინდა რომ შეეწყო ვიზუალით და ხასიათით 100,000, თუ გინდა შეეწყო ვიზუალი, ხასიათი და საწოლი 500,000. ეს შენთვის. ხო. კაი, მოდი ავიღოთ იყოს ვიზუალი და ხასიათი. კი ბატონო, ავიღოთ ვიზუალი და საწოლი არ მინდა. რას ამბობ გოგო? საწოლი რატო არ გინდა? ვაიმე, ეგეთ უაზრობებში მე და ჩემი ქმარი დროს აღარ კარგავთ რამდენი ხანი. რა უცნაური. გოგოებო, ეხლა რაღაცას გეტყვით, მე ყველას ამას არ ვეუბნები. აბა,
მოკლედ, ნახეთ რაშია საქმე. ახალმა წლებმა ჩაიარა, ეხლა მოდის 9 იანვარი. 9 იანვარი არის ძალიან ენერგეტიკულად ძლიერი დღე. აი ვერ ყვება. მაიმე ძალიან საინტერესო. რჩიუმ უყურებ. სუფრა იშლება ოქროთი. იმედი ახლა ოქროსთებშები გაქვს, ნერვები არ დამაწყობი. ჩვენთან იშლება ოქროთი თუ თქვენთან? უყურე, თქვენთან ოჯახებში იშლება ოქროს სუფრა. შემდეგ სუფრას ცოტას რომ მიირთმევთ, გამოგაქვთ $100,000 ქეში. დადებთ შუაში. მირე წვავთ ამ ქეშს. რო იცოდეთ, წვავთ, ოღონდ თქვენ არა. აბა? მირე ყავთ. ქექე, გამოდი, გამოვარდები ამ $100,000 მოვკიდებ ხელს, მე წავიღებ, მე სპეციალური ადგილი მაქვს, სადაც ამ ყველაფერს დავწვავ. კი ბატონო, წავუკიდებ ხელს, ეს კვამლი ამოვა, წავა კოსმოსში. იქ კოსმოსში რაღაცა ენერგეტიკები დატრიალდება და გამოგზავნის ენერგიას. მე ამ პატარა ცელოფნის პარკში შემიძლია ეს ენერგია დავიჭირო და მოგიტანოთ სახში მოგირბენინოთ. კარგით რა. აი რა მარტივია და რა მართული პროცესი. შეფუთვათ შემიძლია, მაგალითად ეხა ცეცხლოვანი ცხენის წელი მოდის და შემიძლია ცეცხლოვანი ბანტით შეგიფუთოთ. ბანტი ფასიანია. 15-ში გაგიკეთებთ თქვენ. აჰა, კაი, იყოს მაშინ ბანტი. მე დაპატიჟე ბანძ. არა, შენ რატომ უნდა დამპატიჟე, რომ ანუ მე არ მაქვს. არა, მე დავპატიჟებ, იყოს 2 ბანტი გაუკეთეთ. კარგი, ანუ მოვჭით. კი ბატონო, მოვჭით და დღეს 90,000 გამოტანეთ ბეს სახით და მე დანარჩენს მივხედავთ ენერგიებით. იცი რა, მიეცი შენ და მე ხო ქეში არ მაქვს და ისა აუ ამ წუთში აი ესე ფიზიკურად არა მაქვს ეს თანხარობი. რა გაქვს? თვითონ ეს რატო? არ დავდივარ. 90,000. არა, 1 წუთი უყურე ჩემო ლამაზო, მე რომ მიბარებ და მოვდივარ აქ, მე მგონი რომ გამზადებული არა, ჩვენ ქეში თამე. არა, მე ვიფიქრე რომ ლაპარაკობ რა, ტუჩებზე რა გიშვია, საერთოდ ცხვირამდე გაკასული ეგ პამადა. ამის შენ დაბიო, ჩვენ ქეშით არ დავდივართ და ბარათით ანუ მოძრა. ჩაგირიცხავთ თქვენ ახლა აფერისტები, მეზიზღები, ჯერ გადმოხარდილი რო გაქვს, აი ბანკალები, კაცი ვარ, ხომ გონი? უი რაღაც. კაცი ვარ და რა თვალი წამიწდა. კარი მომიყურებ კაცო რა. იცი როგორ მეფლავებს, თქვენ არაქალები ხარ. თქვენ ხართ აი დედასოფიცა ვარ, აი ხა მე ამ ყველაფერს თამახს ჩვენ არ გაპატიებ, იცი? ვაიმე, არა, აბა კაი წელი გეკრება. მეზიზღები, პატარა მაგრამები და ლომაპოლები. ხელი გაუშვი შე დეგენერა. ეს ამაგუღიზიანები რომ მოპოლები. ეხა ჩემი სახლიდან. გადი ეხლა. ჩარა. გაკახბავებულები ესენი. ადი აქედან. გადი. ვამას უყურე ერთი. კიმ კარდაშიანს დაურეკოს უდედა უნდა ვაგინო რა. ჩემი ბრალი არ არის. რა არ არის შენი ბრალი? ვქნა ეხლა. გადამაბარებინე ეხა ფული თუ არ ქონდა. ვის არ ქონდა შენ. ხალხო? შენ არ გაქვს ფული, ჩემი 35 ლარი გაქვს, ვალი ეხლა პირი არ გამაგებინო რა. მართლა. ვაიმე. გაგვეზარდა ეგო? დიდი ხანია გაზბილი. დიდი ხანია მეორადებში ნაყიდ ტრუსიკებს აღარ ვიცვამთ. ვაიმე, ხალო, შენ დაბიო, შენ სართიჭალის პომიდურის ჩითილებით რო სულ დგმურობ შენ. ზამთარში კიდე ჩულაკში ჩამოკიდებული ღორის სალა რო გაქვს და თხლათ აჭრი და პულზე ადებ რო გადააგორო დღეები შენ. დიდი ხანია ნავთლუხის ბაზარში კარტოფილს და ხახვს აღარ ყიდი ესე ჩულკებში? დიდი ხანია. შეგენერატო, მე ჩულკებში ხახვი და კარტოფილი მაინც მაქვს და შენ ეგეც არა გაქვს შეგენერატო და სოფელში ძაღლებისთვის გადაყრენ ძლებს რო ღიღნი ხორმე რო ლიჟბი ხორცი ბორში გააკეთო. ვაიმე. ძაღლების ძლებით. დიდი ხანია რწყილები მოვიშორეთ? ჰა? და ისა დუშკაბინა რო ნანახი არა გაქვს საერთოდ და ისევ ბაბუაშენის რაღაცა ლახანკაში ბანაო. ეხლა გაიმეორე რა თქვი? გაიმეორე ეხლა რა კიდე რომ ბაბუაშენის ლახანკაში ბანაობ მეთქი, ქალო. აი რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ბაბუაშენის ლახანკა ჩემთვის წმინდაა და მაგაზე არ ნახომ რა დგა. ხო გითხარი ცხოველა? გოგო, გეწყინა? ხო გითხარი რომ წმინდა ლახანკა არ ახსენეთქა? კაი, დამშვიდი, არ მინდა. კაი, მაპატი. აღარ გიხსენებ ლახანკას. აღარ გიხსენებ არასდროს. ვაიმე, პანიკური შეტევა აქვს. მოდი, გეხვეწე. ვაიმე, მაპატიე.
იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.